გამარჯობათ, მე ვარ ნუცა ზურაბიშვილი, ასპრია ფიტნესის პერსონალური მწვრთნელი. დღეს მე გაჩვენებთ თუ როგორ ვივარჯიშოთ სახში და დარბაზის პირობებში წამოვბრძანდით. ეს ხიდის ტრენაჟორია. აღნიშნული ვარჯიშის დროს იტვირთება დუნდულა კუნთი და ჰამსტრინგი, იგივე ბარზაყის ბიცეპსი. წელი სწორად გვაქვს დაფიქსირებული, ამოვდივართ, სწორდებით და ჩავდივართ ღრმად, ისე რომ დუნდულა კუნთი არ მოდუნდოს. ეს დუნდულა კუნთის გამშლელი ტრენაჟორია, ჩავდივართ ბოლომდე, ამოვდივართ ისე რომ ბოლომდე ავსწორდებით. დუნდულა კუნთი მუდმივად დაჭიმულ მდგომარეობაშია და გამშლელ მოძრაობას აკეთებს. ეს დუნდულა კუნთის ვარჯიშია კროსოვერში, მოძრაობას ვასრულებთ ნელა, საყრდენი ფეხი გვაქვს დაფიქსირებული, გაგვაქვს ქუსლით მეორე ფეხი ბოლომდე, ჭიმავთ ისე რომ დუნდულა კუნთი კარგად ვიგრძნოთ, მოგვაქვს ბოლომდე, წელავთ დუნდულა კუნთს და შემდეგ ისევ გაგვაქვს უკან. მინდა გაგაცნოთ Stay-Strong-ის ახალი პროდუქტი, პუდინგი, რომელიც ერთ მიღებაზე 20 გრამ პროტეინს შეიცავს. ეს დუნდულა კუნთის ხიდია სახლის პირობებში. ამ დროს ბოლომდე ჩავდივართ, ჭიმავთ დუნდულა კუნთს, ამოვდივართ, ვაფიქსირებთ და ისევ ჩავდივართ. ამ დროს შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც ჯგუტები, ისევე რამე სიმძიმე მენჯზე, რომლის დროსაც მოხდება დუნდულა კუნთის ვარჯიშის უფრო დამძიმება. ეს დუნდულა კუნთის ვარჯიშია სახლის პირობებში, რომლის დროსაც ფეხი ჯგუტის მეშვეობით გაგვაქვს უკან, ჭიმავთ კარგად დუნდულა კუნთს, ისე რომ მთელი მოძრაობის მანძილზე დუნდულა კუნთი იყოს დაჭიმული, მოგვაქვს წინ და გაგვაქვს ისე უკან. შემდეგ ფეხს ვცვლით და იგივე რაოდენობას მეორე ფეხზე ვაკეთებთ. ეს დუნდულა კუნთის ვარჯიშია სახლის პირობებში, რომლის დროსაც ვიყენებთ ჯგუტს, წელი გვაქვს ოდნავ წინ გადახრილი, ფეხი გაგვაქვს გვერდზე, შემოგვაქვს და გაგვაქვს ისევ გვერდზე. ამ ვარჯიშის დროს მუდმივად დაჭიმული უნდა იყოს დუნდულა კუნთი. დღეისათვის სულ ეს იყო, არ დაგავიწყდეთ Stay-Strong-ის პუდინგის მიღება.